20 საუკუნისაგან განსხვავებით დღეს პორტრეტის გადასაღებად სალონში მისვლა საჭირო აღარ არის. ფოტოგრაფია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა და მისთვის, ვინც ამ ხელოვნებით ახლა დაინტერესდა, ერთადერთი საზღვრნავი აპარატის შერჩევაა. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ, რისთვის გჭირდებათ ფოტოაპარატი. თუ თქვენ ოჯახური წვეულებების გადაღება გსურთ, მაშინ ნებისმიერი კამერა გამოგადგებათ. ხოლო თუ უფრო სერიოზულად ხართ დაინტერესებული ფოტოგრაფიით, მაშინ პროფესიონალური აპარატი გჭირდებათ და ამიტომ ყურადღება დეტალებზეც უნდა გაამახვილოთ. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია მატრიცა, რომელზეც დამოკიდებულია გადაღებული სურათის ხარისხი. მატრიცას შეუძლია აღბეჭდოს სინათლის ნაკადი და ბევრი ფერი გადმოსცეს. მნიშვნელოვანია ობიექტივიც. მისი დახმარებით სხივი მატრიცაზე ხვდება. ობიექტივის მაღალ ხარისხზეა დამოკიდებული გამოსახულების სიმკვეთრე. არ გამოგრჩეთ გამოსახულების სტაბილიზატორიც. თუ კი კადრის გადაღებისას აპარატი ამოძრავდა, სწორედ სტაბილიზატორის დამსახურებაა, რომ სურათი ბუნდოვანი არ გამოდის. აი ესეთი უცნაური კამერაა კოდაკის. აბსოლუტურად ძალიან უცნაური ფირი იდო შიგნით, აი ესეთი კასეტა. სადაც იდო აი ეს აი 12 კადრი, ნახე წერია 12, ხო? ანუ ეს 12 კადრი კუბიკებად კეთდებოდა ნეგატივი. დაწყებისთვის კარგია ფირით დაიწყო, იმიტომ რომ ისწავლი კადრის შენახვას ისწავლი. ზედმეტად არ გადაიღებ ტყუილად სულკაც დაუკვირდები, დადგავს სცენას ისე გადაიღებ და ასე შემდეგ. ციფრი აზარმაცებს ადამიანს, იმიტომ რომ არ უფრთხილდება ფირს, როცა არ უფრთხილდები იღებ ბევრ ცუდ კადრს. მათ კი ვისაც პროფესიონალური პორტრეტის გადაღება ან პორტფოლიოს გაკეთება სურთ, სტუდიას უნდა მიაკითხონ. სტუდიური გადაღება სპეციფიკურია და ფოტოგრაფისგან დამატებით უნარებსაც ითხოვს. ფოტოსტუდიაში გაქვს უფრო მეტი საშუალება იმის, რომ გააკეთოთ თუნდაც მონტაჟი, განათების პრინციპი ისე გაანათო თვითონ მოდელი და შემდეგ გაგიადვილდეს და ჩასვა ნებისმიერ უკანა ფონზე, ანუ ის იქნება ცა, იქნება უდაბნო, ნებისმიერი ყველაფერში არ ხარ შეზღუდული. ადამიანს ვისაც უნდა დაიწყოს ამ სფეროში მოღვაწეობა, ძალიან ბევრი ეტაპი აქვს გასავლელი, თუნდაც ის რომ იცოდეს ცნობილი შედევრები ფოტოგრაფიაში, ანუ იცოდეს ბევრი წარმატებული ფოტოგრაფი და სულ სიახლეს უნდა ეძებდეს.